გამარჯობა როგორ არა? გამარჯობა. ვის კითხე ამჯერად? მე მშვენი ვარ. ეს ჩვენ ყავს თუმრად მე მგონი ამ სფეროში ერთ-ერთი კომპეტენტური ადამიანი, რომელიც თვითონ მარტავს კომპანიას, რა ქვია, სკუტი. როგორ სკუტი. და მე ერთი რაღაც მაინტერესებს სკუტერი, ხო? ანუ სკუტი. ხო, თავიდან სკუტერები დავიწყეთ და სკუტის სკუტერთან ასოცირდება. და გიორგი მინდა ვთხოვოთ თვითონ თავისი თავი გაგვაცნოს ზოგადად გითხრას სკუტი, ხო? ქართულად არის ეს სკუტი ითარგმნება თუ არა, სკუტი. ეს კომპანიის სახელია და ის სახის გვერდები. და ისე არა, სკუტერი რა, სკუტ. რატომ მიწაში შანიცერა სიტყვა და სხვათა შორის შენ მოიხსენიებ scroll-ად e-kick scooters და რეალურად ეგ scroll-ის კომპანიის სახელია და e-kick scooter-ია მაგ ტრანსპორტს ელექტროთვითმგორავად წერია ჩვენს კანონში. აი ზოგადად მაგაზე ვისაუბრე ჯერ გიორგის ყოველ წარმოგიდგენს თავი მოკლედ და მე კი ბატონო. მადლობა მოწვევისათვის. მე ვარ სკუტის თანადამფუძნებელი და აგერ წელს უკვე 10 წელი შეგვისრულდა რაც დაარსებიდან გავიდა და ჩვენს რაღაც ამ ელექტროგიტხად სკუტის ისტორია დავიწყეთ სკუტერების გაქირავებით და ამ ტრანსპორტის სიყვარულით და ნელ-ნელა საკმაოდ დიდ ბიზნესად გადაიზარდა და აგერ ბაზრის ლიდერებთან ჩამოყალიბდით და 40%-ით ისე ყარად და ამახად ვიკავია ამ ბაზარზე და თვითონ რაც ერთი სკუტის ტრანსფორმაცია და ბაზრის ტრანსფორმაციაც და ეს იმობილიტის თუ მიკრომობილიტის საქართველოში რაღაც ჩვენს რო ვიწყებით მაშინ ყალიბდებოდა და ეხლა უკვე რაღაც ფორმა აქვს მიცემული კომპანიები იქნება რეგულაციები იქნება თუ ასე შემდეგ რა და აი ხშირად ხო არა სკუტერს ეძახის ზოგი სკროლს რო ეძახით ჩვენ ესეც სკროლიც ხო როგორ არის პირველი კომპანია იყო ესეთი რომელმაც ეს გაქირავების ბიზნესი დაიწყო და ხალხმა გავიცანით ეს ტრანსპორტი საქართველოში როგორც სკროლი და დავარქვით ჩვენ სკროლი ხო და ისე არის ეს სკუტერი kick სკუტერი როგორც რაღაც ესე საერთაშორისო თქვია თუმცა ნუ სკუტერსაც ძალიან ბევრი ეძახის და ხშირად აღრევა ხდება ხოლმე ჩვეულებრივ სკუტერს რომელიც ძრავიანი სკუტერი არის თუ რაღაც ელექტროძრავიანი სკუტერი და ამ დასადგომ სკუტერებში რომელია ტოპ კლასი სკუტერი მითხარი რომელია აი ეს აი ყველაზე როგორ ვთქვა უარის ავტომანქანებში სკუტერებში რომელია აი რაღაცა ოცნება ყველა სკუტერისტის ცალსახად ჩემთვის მაგის პასუხი არის Vespa და აი რაღაც ეს იმიტომ რომ Vespa არა მაგიტო არა აბა სამი რაღაც მითხარი რატო Vespa ესე ვხსნი ხოლმე რომ ერთადერთი სკუტერია რომელსაც სული აქვს რა ანუ ის არა რომ მაინდა-მაინც როგორ შეიძლება სული აი გაიცნო Vespa-ს და მიხვდები არის საიდანაც დაიწყო რეალურად თლიანად სკუტერები და ეს ტრანსპორტი და ეს რაღაც თავისუფლება თუ ეს ბევრი რამე რაც მოგწონს ამ ტრანსპორტთან ეს კლასიკური დიზაინი ეს ყველაფერი ეს დავიტრიდი და Vespa-ზე უნდა დავისვე აუცილებლად ანუ თავისუფლების შეგრძნება ხო რაღაც აი შენი თავის იყო რაღაც აი გადაადგილების თავისუფლება პირველ რიგში და ну არა მარტო სკუტერი თქვა მოტოციკლებსაც და ამ ტრანსპორტს აქვს ეს ახასიათებს მაგრამ აი Vespa-ს დაწყებული არის ეს რაღაც დიდი მოძრაობა და დაიწყო ეს ისტორია ეს დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ Piaggio იყო ეს გვარის ადამიანი რომელიც აწარმოებდა იტალიელი რომელიც აწარმოებდა თვითმფრინავებს მეორე მსოფლიო ომის დროს და რომ დასრულდა ეს ომი და რაღაც იქ გერმანელებმა Volkswagen-ი შექმნეს ამათმა იტალიელებმა რომში შექმნეს Vespa და აი თუ დააკვირდებით ერთადერთი სკუტერია რომელსაც სამხარეს აქვს დაკიდების სისტემა და აი ეს თვითმფრინავებს რასაც აკეთებდნენ იგივე დაკიდების სისტემა და პრინციპი გადმოიტანეს და დანერგეს. ჩვენ რო საუბრობთ ხოლმე ვამბობთ რომ ანუ ჩვენი
საქმე და ბიზნესი არის საბოლოოდ ქვეყნის შენება, რომ ჩვენი აგური შევიტანოთ ამ ქვეყნის შენებაში და თვლით, რომ ეკონომიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ამ ტრანსპორტს, იმიტომ რომ გადაადგილება არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეკონომიკური აქტივობისთვის და მე მგონი პანდემიის დროს იყო ფაქტიურად როცა გამოჩნდა ესეთი ტრანსპორტის ეფექტურობა და ბუმი რომ თქვა ხო სკუტერების არა? კი, კარგი გუსტი იყო და კარგი პიარი და რეკლამა, ამიტომ ყველაფერი აკრძალული იყო, ხოლო სკუტერი, მოტოციკლი, ველოსიპედი იყო გადაადგილება დაშვებული და რაღაც მთელი ქალაქი ხედავდა ამ ტრანსპორტით საკმაოდ ლამაზად როგორ დადიოდა ქალაქი და დავდიოდით. მინდა გითხრა რომ ეს ახალი ეკონომიკა, გიგ ეკონომიკა, ხო? აქტიურად ყოველ წელს იზრდება რა, ფაქტია, ევროპაში, საქართველოში, იმიტომ რომ 10 წლის საქართველოში ამ ტრანსპორტზე რო გეთქვა რამე, ადამიანები იტყოდნენ, შეყუმრო რა დროს სკუტერია, რა დროს მოპედია, რა დროს მოტოციკლეტია, გახსოვს ალბათ, ხო? ეს მიკრო ზოგადად ამ თვითგორიაზე, სკროლზე როგორ უყურებ ამას შენი ტრანსპორტიდან გადმოსახედიდან? ჩვენც ეს არის ერთიანობაში უყურებთ ამ ყველაფერს. მთლიანობაში ჩვენ არ ვყიდით აქტიურად და არ შემოგვაქვს და პოპულარიზაციას არ უწევთ, თუმცა ცალსახად რაღაც ამ მიკრომობილიტის ნაწილი არის. მაგრამ ეს დახსოვე რეგულაცია სამწუხაროდ არ არის დარეგულირებული, ან რა კანონმდებლობაც გვაქვს მაგის აღსრულება არ ხდება. ხა რაღაც ძალიან ბევრ თემას შევეხეთ და ალბათ აჯობებსო და ისე დავყოთ ჯერ ამაზე ეკონომიკაზე გიპასუხებთ, ეს გიგ ეკონომიკის როლს ქვეყნის განვითარებაში და თან ვახსენე ევროპაში რა ხდებოდა ამ დღეს და თან ევროპაში ხო ეს ერთიანად არ მოხდა რა, ანუ ჩვენთან უცებ შემოვიდა ბოლო წლებია ყველანაირი ტრანსპორტი და იქ სხვანაირად იყო 10 წლეულები ვითარდებოდა, რეგულირდებოდა, რაღაცები უმჯობესდებოდა ასე შემდეგ. ჩვენ ყველაფერი ერთიანად დაგვაწყდა თავს. ანუ რაღაც ის ეტაპი არ გაგვიულია რა, ხო? სწრაფად შემოვიდა. სოკოები კი, და თან სატრანსპორტო პოლიტიკაც რაღაც ეს ბოლო წლებია შეიცვალა, რაღაც ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა ჩამოყალიბდა, რომელიც არის პირველ რიგში ადამიანზე და ქვეითზე, საყენებს პრიორიტეტში, რაც მე ძალიან მომწონს და ვეთანხმები ამ ხედვას და რა თქმა უნდა გაჩნდა ბევრი ბასტანი და სატრანსპორტო საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლი უფრო წინ და გაიზარდა. და ეს ყველაფერი ერთიანად ხდება, პლუს ის რომ მაინც ქართველები რაღაც ის მანქანაზე ვართ და მანქანით გადაადგილებას ყველა მიჩვეული და რაღაც ის არის სხვა ქალაქებში თუ იყენებენ მანქანას უფრო შორმანძილებზე გადაადგილებისთვის, საქართველოში პატარა მანძილებზე 5 კილომეტრზე თუ 2 კილომეტრზე პურის ჩასება. ხო, ესეთი სტატისტიკაც ხო არსებობს, რომ ზოგადად თბილისში და საქართველოს ქალაქებში გადაადგილების 30% მოდის 5 კილომეტრამდე და იმასაც მანქანით გადაადგილდებიან და აქ ის არსებობს, რომ ეს 5 კილომეტრი, ზუსტად ესეთი ტრანსპორტი არის 5-დან 10 კილომეტრზე მანძილზე გადაადგილებისთვის და ამ ტრანსპორტის უპირატესობა პირველ რიგში ის არის, როცა ეკონომიკაზე ვსაუბრობთ, რომ თუ მანქანით შეგიძლია გააკეთო პირობიდან 1 ან 2 საქმე, ამით შეგიძლია დღის განმავლობაში 10 საქმე გააკეთო. ზუსტად, ნამდვილად სწორად აღნიშნე და თან ის არის არ უშლის ესენი ერთმანეთს ხელს. ან ევროპაში რო განვითარდა იმას მანქანა წავს, უბრალოდ ის მანქანა უყენია თქვა სოფელში თუ რა შორმანძილზე წასასვლა თუ რა ტურისტის გადასატანა თუ რაღაც ასე შემდეგ და მოკლე მანძილებზე თუ სწრაფად როცა ჭირდება ის სკუტერი გრიდის თუ ელექტროველოსიპედი თუ ველოსიპედი თუ რა ბევრი სხვადასხვა ტრანსპორტო საშუალება და ამით გადაადგილდებიან. ხო, კი. სასახად
რომ ამბობთ, რომ რაღაც ქვეყნის მშენებლობაში შეგვაქვს წვრილი, ცალსახად მაგას გულისხმობთ, რომ ამ ტრანსპორტით შეგიძლია უფრო სწრაფად გადაადგილდე გზაში დრო არ დაკარგო, დღეში მეტი საქმე მოასწრო და შესაბამისად მეტი აქტივობა, ეკონომიკა მეტად უფრო აქტიურია და იზრდება. და შეიძლება პარკინგს როგორ არის სკუტერებთან დაკავშირებით? სკუტერები იხდიან პარკინგის გადასახადს? არ იხდიან, სამწუხაროდ ჩვენი ტრანსპორტო პოლიტიკაც უნდა თქვა ერთიარული, მაგრამ მთლიანობაში უეთანხმები რაც კეთდება, თუმცა სკუტერები და მოტოებს დიდად არ იმჩნევენ. უფრო ხდება ველოსიპედზე კონცენტრირება. აგაგიჟდეს, მაგრამ ეს ზოლები მაინც იხაზება თუ რაღაც ანუ ველოსიპედთან სკუტერები არ მეგობრობენ თუ რა? არა, მეგობრობაზე არ არის. არ შეიძლება იმ ზოლზე სიარული ველოსიპედის ზოლებზე სკუტერის და მოტორის არ შეიძლება. თბილისში რო დადიან? თბილისში ბევრი რაღაცა გააკეთე. ისე კანონით არ შეიძლება. კანონით არ შეიძლება. მხოლოდ შეიძლება ისეთი, ეხლა რომ ისინი გამოჩნდა სკუტერი ისე ოდეშორის ვიდეო და მეკითხა შენთვის. აი, ხედავ ტროტუარზე დგანან. პირდაპირ, ამაზე რას ვფიქრობ, ზოგადად სკროლი, ესეთი ტრანსპორტი, რომ ტროტუარზე იყოს, იმიტომ რომ აშკარად ისეთ საფრთხეს წარმოადგენენ, იქ ბავშვები დადიან, იქ ფეხანშეზღუდული ადამიანები. შეიძლება დაგეჯახოს და ბევრი მოქალაქეები წერენ, რომ არის ადგილები, სადაც უკვე შემაწუხებელი გახდა. ეს არა მარტო ჩვენთან არის რაღაცა შორიდან დავიწყოთ, უკვე დიდი ქალაქებიც მიხვდნენ ამას. ნიუ-იორკი, პარიზი, ესენი ზუსტად მახსოვს, სტოკჰოლმის და კიდევ ბევრი ქალაქია, რომელმაც ამსტერდამი საერთოდ აკრძალა ამით გადაადგილება. შეარინგი აკრძალა გადაადგილება? და არის ქალაქები, რომლებმაც სხვანაირად დაარეგულირა. თუმცა ჩვენ შემთხვევაში კანონში წერია, რომ ეს ქალაქში რაც გამოჩნდა, ხო? მედლები ეს რა შეიკრება? ეს გათანაბრებულია ჩვენ კანონმდებლობაში, კიდუძრავდნენ ველოსიპედად. ანუ ველოსიპედია? არის ველოსიპედი და შეუძლია გადაადგილდეს. ველოსიპედი ვითარდება, მომღერდა. განვითარდა ველოსიპედი თავის სხვანაირი ფორმით. ანუ ეს ახალ ტექნოლოგიების განვითარებას ამ ტრანსპორტში და მობილობაში საზღვარი არ არის, ხო? და თან ცოტა კანონმდებლობაში ხურელების ძებნის თუ ასე შემდეგ. რეალურად ხო პედლებს არავინ არ იყენებს. უბრალოდ უყენია იმისთვის, რომ ველოსიპედას დარეგისტრირდეს. რეალურად არის სკუტერი, რომელსაც შეზღუდული აქვს სიჩქარე, გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე. არ ვიცი ხა ჩვენთან ეგეც აქვს თუ არა შეზღუდული. კანონმდებლობით არის შეზღუდული. კანონმდებლობით არის შეზღუდული მაქსიმუმ 25 კმ/სთ. თუნდა ამითარებს მაქსიმალურ სიჩქარეს და არა ეს ველოსიპედს ხო? თვითგორიალაზეც იგივე არის და და ძრავზე არის მაქსიმუმ 1 კილოვატი უნდა იყოს. ოღონდ მათ არის ორი ძრავის განსაზღვრელი. ერთი არის თვითონ წარმოებელი, რასაც ამბობს, არის 250 ვატიანი თუ 500-იანი და მეორე არის პიკური სიმძლავრე. პიკური სიმძლავრე მაქსიმუმი ცალსახად უფრო მეტი არის ხოლმე, ვიდრე ეს რიცხვი წერია და კანონმდებლობა ჩვენთან ამბობს, რომ მაქსიმალური სიმძლავრე რაც არის და ამას სამწუხაროდ არავინ არ აქცევს. საბაჟოზე არ ხდება ამისთვის რა? როგორ ხდება არ ვიცი. ანუ მაგას ეძახიან geofencing, ანუ ქართულად არის გეოზონირება, ანუ შენ ამის მეტი სიჩქარის განვითარების საშუალება არ უნდა გქონდეს ესეთ ტრანსპორტს, ხო ეგრეა? შენ თვითონ კომპანია ვინც არის, ხო საქართველოს სამოქალაქეა? კომპანია ერთია გაქირავება, მეორეა ყიდი. ნებისმიერ ელექტროტექნიკის მაღაზიაში შედიხარ და ყიდულობ ამას, ხო? და არსად ეს სიჩქარის შეზღუდვა არ არის,
არც მათ შორის ბავშვები ჩვეულებრივად ხდებიან და დაკრიან ქალაქში დაგინახავს ჩვეულებრივ შუა გზაზე საწინააღმდეგო მიმართულებით მოდიან თუ ან სათამაშოებად გადაიქცა ეს შეარინგით სათამაშოდ გადაიქცა და ბავშვები დაკატაობენ ამითი და გზებზე გადადიან გადმოდიან არანაირი წესების დაცვით თუ ჩამხუტი არაფერია და სამწუხაროდ რაღაც ეგრე ხდება ჩვენთან რომ რაღაც ტრაგედია უნდა მოხდეს და მედიამის აიტაცოს გააშუქოს და ამაზე ხდება რეაგირება და არა ის რომ პრევენცია მოხდეს. ანუ ფაქტობრივად ამის კონტროლი ანუ აღსრულება სიჩქარის მენეჯმენტი არ ხდება ამას იგივე ვინ ჯდება ხო? რაც ოვანების ამჩნდება ეს ვისაც როგორ უნდა არა და ისინი ყველა რეგისტრირებულია ხო? არა რეგისტრაციას ანუ რეგისტრაცია რო დაჭირდეს უკვე დაექვემდებარება ანუ რეგისტრაცია ჭირდება მაგრამ არ ხდება აი ეს ამის აღსრულება კანონმდებლობაში წერია სკროლი რომელიც დადის 60 კმ/სთ ის უკვე მოყვარგან და ძრავი სიმძლავრეებს ხუავს ანუ უკვე 45-ის ზემოთ არის და უნდა კანონმდებლობით ხო? 25 ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება საუბრობ ხო? ესე იგი ამ სატრანსპორტო საშუალება შეუძლია 60 კმ/სთ ანუ რეგისტრაციას თავისთავად უნდა დაესწრო. სკუტერია უკვე და სატრანსპორტო საშუალება. თუმცა ვერ გავიგე თუ შემოდის და აწერია რომ ამდენი განვითარება შეუძლია რეგისტრირდება არ ითხოვენ. ვიცი როგორ ხდება და რა ხდება, მაგრამ ფაქტი რასაც ხედავთ ისაა, ხო? და ცოტა ეს ელექტროტრანსპორტს მართვის მოწმობა რა სჭირდება, რა სარჭირდება და ასე შემდეგ. ეგ მაგას არავინ არ აქცევს ყურადღებას. მათ შორის ველოსიპედებიც ეს რო თქვით არის ველოსიპედი, რომელსაც სიჩქარის შეზღუდვა არ აქვს, რამდენსაც დაატრიალებ შენი ფეხებით, იმდენი შეიძლება განავითარო, კანონმდებლობაში ჩვენთან როგორ წერია და ეს კიდურგზრავიანი ველოსიპედი, რომელსაც სიჩქარის შეზღუდვა აქვს 25 კმ/სთ. ბასლაინებზე რაც ახსენე, ჩვენი ინიციატივა და წამოწყება იყო და პეტიცია შევადგინეთ 5000-ზე მეტი ხელმოწერა ავაკროვეთ და რაღაც მარშები არა ცალსახად აუშენეს არ შეუშელა ეს რაღაც ინოვატორებმა იმდენად საქართველოს არ ყოფილა დიდ ქალაქების უმეტესობა რომელიც არ ჩამოთვალდა თქო ყველგან სკუტერი და მოტოციკლი და მათ შორის ველოსიპედსაც აქვს ზოგიერთ ადგილას თუ დახაზულია ველოსიპედი შეიძლება მათი გადაადგილება დაშვებული არის. ხო მეც ახლა სფეროში ვმუშაობ, მაინტერესებს აი მე ფიქრობ რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტს აშკარად უნდა კონდეს პრიორიტეტი. რომ აიცით როგორ ის არის ჩამოყალიბებული აზრი არის თითქოს რომ თავისი განვითარება ამ ქვეყანაში ესე უნდა განვითარდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მანქანები უნდა შემცირდეს და უფრო დიდ მანძილებზე გადაადგილებისთვის იყოს და ალტერნატივა უნდა გაჩნდეს ველოსიპედები. რასაც ევროპაში ჩავდივარ, დანია იქნება რაღაც ამსტერდამი სხვადასხვა ესე ქალაქები და იქ როგორც ვხედავ და თითქოს ეს ცხოვრების სტილი ავტომატურად გადმოვიდა და უნდა გადმოვიდეს. რაც არის ხოლმე ცალსახად შეცდომა მგონია, იმიტომ ერთგან რაღაცა რომ მუშაობს, კი კიდე გადმოიტანო ეს აქ, მაგრამ აქაურ რეალობას უნდა მოვარყო. დანიაში და ამსტერდამში ყელია არის არა? პრესლის და მაგითაც ამბობს სუპერი. შვეიცარიის და ხო, ანუ მარტო ეგ ხო არ არის სიკითხეზე რა, ანუ მაგ არის ის რა ქვია, როგორაც ვართ ქართველები, მაინდამაინც ჯანსაღი ცხოვრების მოყვარული ხალხი ესე არ ვართ და ან ველოსიპედებზე ცოტა ვერ წარმოვიდგენია, რომ აი ყველა მასიურად ველოსიპედებზე ხალხი ხო, საქმე იმაშია, რომ ველოსიპედია როს ხო, ანუ ამას
არც ჩვენ ვიძახით და არც ეგ სატრანსპორტო პოლიტიკა. სატრანსპორტო პოლიტიკაში წერია 8% შეიძლება 8%-მა იაროს ველოსიპედით. ანუ არ არის აქ ლაპარაკი 100%-ზე ან 50%-ზე. უბრალოდ ველოსიპედის მე პირადად არ მიმეცემე ყურადღება, იმიტომ რომ მე ამ მოთხით არ ვიცი. მაგრამ იცით რა არის? მე მგონია რომ სკუტერი ძალიან მნიშვნელოვანია და ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ციხეებს ყავთ მანქანაც ველოსიპედის და სკუტერის და ხანით დადიან, ხან მეორეთი, ხან მესამეთი და მგონია რომ აუცილებლად რაღაც მხრივ, ოღონდ მე არ ვიცი ზუსტად რა მხრივ ხელშეწყობა უნდა იყოს, აი თქვენ პარკინგი ახსნეთ და შეიძლება პარკინგის მხრივ უჭირდება ხელშეწყობა, შეიძლება სხვა რაღაცების მხრივ. უბრალოდ მე ამასთან დაკავშირებით შედარებით ნაკლები ინფორმაცია მაქვს, იმიტომ რომ უფრო ველოსიპედის მხრივ ვცდილობ ლობირებას. მაგრამ რაც შეეხება ველოსიპედს, იმდანად ბევრი დადებითი აქვს იმისგან, რომ უბრალოდ ციხარ რაღაცაზე და მიდიხარ, იმიტომ რომ ამ დროს ფიზიკური აქტივობა, ველოსიპედით სიარული, უფრო მუშაობს გული, ეს კარდიოსისტემა, ყოველდღიური ვარჯიში არის იმის გარეშე, რომ ჯიმში წახვიდე და ნუ ეგ მესმის, რომ შეიძლება ვიღაცების ფიქრობენ, რომ ეს მენტალიტეტში არ ჯდება ან რაღაც, მაგრამ მე ეგრე არ ვიყურებ, იმიტომ რომ ჩემი ნაცნობის ძალიან დიდი ნაწილი ამას სხვანაირად უყურებს და არიან ფიზიკურად სულ აქტიურები. ჰაიკინგი, ცეკვა, არ ვიცი, ლაშქრობა, ცოლ-ცოლა. იმის თქმა მინდა რომ ერთზე თქმა რომ აი ფიზიკური აქტივობა მათ ხასიათში არ ზის და მოდი ველოსიპედს ხელი არ შევუწყოთ, ამას ვერ დავეთანხმები ვერასდროს. მაგრამ ამავდროულად მე ვფიქრობ რომ ანუ ადამიანებს იმ ნაწილს ვის ფიქრობს რომ სკუტერით უნდა იაროს უსაფრთხოდ უნდა შეეძლოთ სიარული, მათაც უნდა შეუწყოთ ხელი, იმიტომ რომ მანქანით გადაადგილებას ბევრად ჯობია, ბევრად ცოტა ადგილს იკავებს, ბევრად უფრო მობილურია. ანუ ეს დამოკიდებულება მაქვს მე. შეიძლება შესაძლოა გიზიაროთ. მოკლედ მე ვფიქრობ რომ თავარი საკითხი ის არის რომ ამ ქალაქში გადაადგილება ზოგადად ხო იგივე ეკონომიკური აქტივობა ხო დამოკიდებულია პირველ რიგში როგორი ტიპის მობილობა ტრანსპორტი არსებობს და გიორგის ეთში ვეთანხმები რომ ყველაფერს აქვს ლოკალური კონტექსტი ხო ლოკალური სპეციფიკა მაინც აქვს ხო მე ვფიქრობ რომ საქართველოს ქალაქებში უნდა განვითარდეს ალტერნატიული ავტომობილზე ალტერნატიული ტრანსპორტის ყველა სახეობა, იმიტომ რომ წელიწადში შემოდის 100,000 ავტომობილი. ამ მე ავტომობილების წინააღმდეგი არ ვარ. მე ვამბობ რომ ქალაქში იქ სადაც მჭიდრო ქუჩები პატარა, მჭიდროა, ხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დამხმარე ეძახიან, ესეთი გამოთქმა არსებობს. პირველი კილომეტრი და ბოლო კილომეტრი. აი როგორ უნდა იაროს სიტყვაზე, ხო? ან last mile და first mile ეძახიან, რომ აი ადამიანს უნდა კონდეს ალტერნატივა, გამოიყენოს სხვა ტრანსპორტი, მარტო იმის გამო, რომ ავტომობილს უფრო მეტი სივრცე ჭირდება. ომესია. ეს სივრცე დაბინძურება, ეს სივრცეზე არის, თუნდაც ტექნიკურად რო ვილაპარაკო, უფრო მეტი პარკინგი ჭირდება. ამიტომ აი მაინტერესებს აი სკუტერების პარკინგი აქვს გამოყოფილი საქართველოს ქალაქებში? არ გაქვს გამოყოფილი რაც. აი რატომ არ უნდა იყოს? ხო. და თან ისიც არის რა სპეციალური მოწყობილ მოპარვა კიდევ არის ეს პრობლემა მოპარვის სკუტერის და მოტოსი და არის ეს დიდად აი ნახეთ რომ ველოსიპედიც არის და რეცეპტი სამართალდამცავებისგან არა და პარკინგი რატომ უნდა იყოს გიორგი? ხშირად ხედავ სკუტერებს გზაზე რადგან ესე არ უნდა იყოს ამიტომ მე ვფიქრობ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა რაც არის რომ ესე ტრანსპორტს იგივე შეიძლება ეს სივრცე გაკეთდეს სადაც სკუტერიც ველოც ხო წარმოიდგინე რამდენი სკუტერი ველო მოტო დაეტევა ერთი ავტომანქანის პარკინგზე ანუ მაგდენით შეიძლება არ არის ქალაქში რაღაც რომ გაიხაზა მანქანების ანუ მანქანის წინ ხო აი ორი ტრანსპორტის ზონი კიდევ ჩაიხაზოს თუ
მიხაცოს უპრობლემოდ. ისეც ეს უფრო მოაწესრიგებს ამას. ანუ ისეც არ არის აუცილებელი, რომ მანქანის ადგილას ისედაც ცოტა პარკინგი არ არის საჭირო. ისედაც დაშორება მაინც არის ხოლმე საკმარისი და სკუტერი და მოტოსთვის კიდე შეიძლება ეს ესეთი ადგილები არ არსებობს. მარტო კერძო პარკინგებზე მინახავს მე ეხლა გაჩნდა რედისონში არის რაღაც ღონისძიება რასაც ვესწრებოდი და ველო პარკინგი დავინახე და ძალიან გამიხარდა, მაგრამ სკუტერების პარკინგიც დაამატეს ის იმ სივრცეში რომ შემოდიხარ უბრალოდ უფრო დიდია ველოსიპედების ბუნებრივია და რაღაცნაირად გამიხარდა რომ ეგ მაგათაც გამოჩნდა არა მარტო ველო არამედ იმას უპასუხებ ახლა ანუ რაღაც ის კი არა რომ ველოს ან ჩვენ ცალსახად და მე პირადად კომპანიაც ესე უყურებთ ცალსახად ორგლიანი ტრანსპორტის ერთი რომ მე ვარ და ხელშეწყობილი ვარ და მათ შორის ჩვენ ელექტროველოსიპედებიც ვცადეთ მაგრამ რაღაცა ცოტა ფოკუსი ვერ დავიჭირეთ ჩვენი და უფრო სკუტერები და მოტოებში დავრჩით ამ ეტაპზე, თუმცა ძალიან მოგწონს ეგ ტრანსპორტი და ვთვლით, რომ და თან არის რა, ჩვენ ვართ ტრანსპორტის ბიზნესში, უფრო ცალსახად ტრანსპორტის და არა ჰობის ან მისი რა ქვია სვონებისმიერ სხვას და ვამბობთ, რომ ჩვენ სკუტი ქმნის ალტერნატიულ ტრანსპორტს, მცირე ზომის ტრანსპორტს, მანქანების და საზოგადოებრივი ტრანსპორტის. იმიტომ რომ ვერც მანქანა და ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღეს ვერ აკმაყოფილებს გადაადგილების მოთხოვნილებას ქალაქში და სკუტერი და მოტო არის ამის ძალიან კარგი შემავსებელი. მაგას ვამბობთ ჩვენ, რომ რეალურად არც კიდე ამ სატრანსპორტო პოლიტიკას 10-20 წელი თუ რაღაც დაჭირდება და სადღაც ადამიანი რო ცხოვრობს ისეთ ადგილას ქალაქში, სადაც ჯერ ვერ მოხდა, რომ ერთერთი სამარშრუტო თუ რაღაც დაინიშნა, რომ იქამდე მივიდეს. აყავს მანქანა, არ შეუძლია მაშინ მე მგონია ესე არაფერს ვერჩი, მაგრამ ველოსიპედი ვერ აღვიქვა მაინც სატრანსპორტო საშუალება არის და გამიხარდება და მე პირადად ველოსიპედს აღვიქვა, სკუტერს აღვიქვა, სკროლს ამ თვითგორია ელექტრობორბელს აღვიქვა? კი, და რატომ? სატრანსპორტო საშუალება ითვლება ყველაფერი, რაც შენ არტო ერთი მიზნის მიღწევაში კი არ გეხმარება, არამედ გაძლევ საშუალებას შენი როგორც მოთხოვნილებები მრავალ ხრივი დაიკმაყოფილო, ხო? ანუ აი თვითგორიალები მიდიან სამსახურში, ხო? თუ მიდიან, რა ქვია, რავი, უამრავი ეს გასაკეთებლად ის არ ყოფილიყო ის ადამიანი არ წავიდოდა სიტყვაზე ეხიდან საზოგადოებრივ ან მანქანით უფრო მეტად როგორც ხდება ჩვენთან ეხლა ძირითადად მანქანით გადაადგილება იმიტომ ხდებოდა ადრე და 10 წლის წინ ესეთი ტრანსპორტი საერთოდ არ არსებობდა არაფერი თავაზე ვსაუბრობ რომ ეს ტრანსპორტი ბოლო 10 წელია ვითარდება ველოსიპედით, სკუტერით, მოპედით, მოტოციკლებით, ეკონომიკაზე გავლენაც ეხლა იზრდება, იმიტომ რომ სერვისის სექტორში ცალსახად რასაც ქვია დისტრიბუცია, დელივერი, ანუ მიტანა სწრაფად, ხო? ნებისმიერი, რა ქვია, ტვირთის, იგივე შევსაუბრობთ კარგოზეც, ხო? ეს ყველაფერი იქითკენ არის მიმართული, რომ ეს გადატანა გახდეს უფრო ნახევრად სტრესული, უფრო სწრაფი, ხო? და უფრო ეფექტური რა. ვფიქრობ, რომ ეს პირამიდა რაც ქალაქში ეხლა მოგებული უფრო ქვეითზე უნდა იყოს ყველაფერი ჯერ, მერე უნდა იყოს აი ეს გადაც ველოსიპედი, სკუტერი, აი ეს ლოჯისტიკა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ავტომანქანა, რა თქმა უნდა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქში მაინც პრიორიტეტი უნდა კონდეს ამ ალტერნატიულ ტრანსპორტს და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო, რომელზეც შენ საუბრობ და ამას უყურებ, როგორც ეკონომიკის კუთხით, ხო? როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალა განვითარების, ხო, ძალიან მნიშვნელოვანი სფეროა, აი, რო დავაუკვირდეთ, ძალიან ბევრი ადამიანი არის დასაქმებული
ყოველდღიურად მისი შემოსავლის წყარო ხდება ეს სკუტერის გამოყენება და მისი საშუალების სხვადასხვა სერვისების შეთავაზება, ხო? და ეს არის მე ვფიქრობ, რომ ეს რიცხვი გიგ ეკონომიკის ამ სფეროში დასაქმებულების განსაკუთრებით ახალგაზრდებისაც არის ძალიან დიდი, ხო? და მნიშვნელოვანია, რომ ეს სფერო რაღაცნაირად იქნეს ხარდაჭერილი და ხარდაჭერაში რაც გულისხმობ, რომ აი იგივე პარკინგია, ხო? იგივე ინფრასტრუქტურა, ხო? უნდა გაუმჯობესდეს, ხო, ამისთვის და თუ არის დაუშვათ ხარდაჭერა ზოგადად ჩვენთან ახლა მე არ ვიცი როგორ არის ამ სკუტერით გადაადგილება ქალაქში შეიძლება მარტო ქალაქებს შორის გააჩნია ეს სკუტერსაც რა ანუ ძრავის მოცულობა 125-ზე თუ სწორად მახსოვს, ხო 125-ზე მეტი უნდა იყოს, რომ ავტობანზე გასვლის უფლება გქონდეს. ისე იცით რა მაინტერესებს, დაახლოებით საშუალო სიჩქარე რა არის სკუტერით გადაადგილების დროს ქალაქში. რას ვიკითხულობ, იცით? აი ხომარი შოქნიშნები, რაღაცები და დაახლოებით რა ტემპი? 60-80 რა ეგ არის. საშუალო არა თქვი აშკარად, მაგრამ გაჩერებების და რაღაცების გათვალისწინებას უფრო თქვი რიცხვი, რომელიც აი მაქსიმუმი რა, რითი შეიძლება იართორე. საშუალოს თქმა არის შეიძლება. მეგონი რომ 30 წელი არის. მე ყოველთვის სტატისტიკას შევამიგექციაში დავაგდა. და ასენა თქვა რაღაც უბრალოდ რიცხვი, რომელიც არ მაქვს, იმიტომ რომ სხვადასხვა ადგილას, აი ბარსლანზე მიდიხარ 50-60 მაგის აღსრულება ხდება, ხო, კონტროლი სკუტერი სიჩქარის გადის მოტოციკლები. ის აღსრულება ვიდრე დაუშვათ თუ მაღალი სიჩქარით წავა, ხო არის ჩვენთან კამერები, რომელიც სიჩქარის იმაზე როგორ არის კი მაგას გეუბნები ჯარიმა პატრულის ხო გაჯარიმებს თუ როგორ პატრულის ჯარიმებს დაიხო აი კარგი მაგალითი იმაზე რატომ არ ზრუნავენ სკუტერებზე და მოტოებზე ეს ერთ წელზე მეტია უკვე რაც ხმაურის ის რო შემოიღეს და მანქანებზეც იყო ეს რაც ხალხს აწუხებს არის პრობლემა გასაგებია მაგრამ ანუ აი ისევ ის არის რა სულ პრობლემა ჩვენი არის აღსრულება კანონს რაღაცას დაწერენ და ამის მიტანა თანამშრომლებამდე თავის თანამშრომლებამდე პოლიციელამდე ვერ ხდება არ ხდება და არის ეს გააკეთეთ ის გააკეთეთ მოტოების შემთხვევაში ხო რომ ყველა მოტო აი თითქმის ყველა მოტოს აჩერებდნენ, აჯარიმებდნენ ხმაურზე, ოღონდ რამით გასასწორი ხელსაწყო არ ქონდა არც ერთს. ესე შეხედავდნენ ეს ქართული მაბუჩი არ არის, ჯარიმა გადაყავდა საჯარიმოზე. სასწოთი არ ხდება კაზომა? არ ხდება. და ანუ ასობით თუ არ ვიცი. ისე როგორ გადაადგინო? ხო და ვერ ადგენდნენ, მაგრამ ეგ არის ჩვენი პრობლემა. აღსრულება ხდება, რომ პოლიციის სიტყვა არის, რომ ეს არ არის ქარხნული თუ არ მეთანხმები საჯარიმოზე ხარს გადავიყვან გასაჩივრე სამხარაულის ექსპერტი მოიყვანე და იმას შეაფასოს. ამუშენებ რომ ის გიჩდება რა ქვია რომ ის ხარ. გიჩდება ხო წაგართვეს ჩამოხსვეს ტრანსპორტიდან. ხო წაგართვეს ჩამოხსვეს გადაიყვანეს ნუ ფული და ის გადაგახდებოდეს ხო? და ეს გაზომით არ ხდება? არ ხდება გელაგას. მოტოციკლს არ და კიდე ისიც ამ სუ ექსპერტი სამხარაულის რაღაც შეხედა რომ მქონდა ერთი ექსპერტი არის მე როგორც არა აი სკუტერებს და მოტოების ექსპერტი ერთია მარტო ხო და ანუ რიგში უნდა ჩადგე თუ ასე შემდეგ და საქართველოში ერთი ექსპერტი როგორც მახსოვს მე რო შეხება მქონდა მაშინ ერთი რამდენი ტრანსპორტია და მარტო ერთი ექსპერტია ხო ანუ სკუტერებს და მოტოების ექსპერტიზას ვინც აკეთებდა და ეგ შეიძლება ეხა სხვა ქალაქშიც დაამატეს, მაგრამ ზონებული ვარ, ან გუნი რადიკალური ცვლილება მომხდარიყო. ან ეგეც პრობლემა უნდა ჩადგე, ისიც ვერ ადგენს არ გეგონოთ რომ მარტივი ეს ექსპერტიზა, მაგრამ არის რაღაც მაპუჩები, რომლებიც ცალკე შეგვიძლია
წარმოებელიც აყენებს და მოყვება და ძალიან რთული არის ამის დადგენა და მაგის განსაზღვრას ხახუნული არის თუ არ არის თუ მე რამე გადააკეთოს. მე უბრალოდ რა მიმაჩნია ძალიან არასამართლიანად რომ ხმაურისთვის მოტოციკლს ჩამოართმევენ ადამიანს და ფულები უნდა დაიხადოს რომ რაღაცები თვითონ გამოიკვლიოს ის რამდენად რაღაც შეესაბამება კანონს და მანქანა რომელიც 100-ზე მეტი კილომეტრით გადააჭერებს სიჩქარეს უბრალოდ 400 ლარით აჯარიმებენ. ეგ ხო არალოგიკურია. ანუ საგზაო შემთხვევების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, დაშაულების რაოდენობა 2023 დღემდე 12% არის გაზრდილი, სიკვდილიანობა სადღაც 7%-ით და იმის ნაცვლად რომ ეგეთ საგზაო შემთხვევების მიხედავთ, ანუ მე მგონია რომ ძალიან არასწორად ხარჯავენ ამ რესურსს. ნუ სიჩქარესთან დაკავშირებით ხო ერთი ქარგია თუ გახსოვთ სამჯერ შეიცვალა ხო ჯერ გაზდა მე ჯერ ერთი მოდი 2013-ში მოხდა ესეთი რაღაცა მაშინ შემცირდა სიჩქარეს ჯარიმი მაშინ პირველად და იმიტომ რომ ვიღაც ლობირებდა ამას თუ რაღაც და ეგრევე მომავალს მოემატა მიწომა იგივე მოხდა ეხლა ფაქტიურად თან ყველაზე ცუდი რა არის ამ შემთხვევაში რომ წამდამწუმა მისვლება ჯერ ამ კაცრებ მერე ამ ცირებ მერე თან თუ გახსოვს მართვის მოწმობაზე მოხდა არის საკმაოდ ჩემს უნდა ჩამოართვეს ტრანსპორტი მართვის მოწმობაზე მოხდა ის ამნისტია ხო ფაქტიურად სიმთვრალის გამო ისე რომ დაუყოვნეს და ერთი თავი აი ზოგადად რა ვამბობდი რომ ჩახუტები ჩვენთან უნდა იყოს მეტი ჩვენთან ძალიან მაღალი სიჩქარეა და ძალიან მაღალი ტოლერანტულობა +15-ია ძალიან იშვიათია რომელიც მოდის ბოლო 40 წელია და ამის სულებას ვეთხოვე აბეცი რამდენი წელია იმიტომ რომ ესე იგი წარმოვიდგინე 30 კილომეტრით როცა მიწნების ქვეითი შეჯახე 30 კილომეტრით მოძრავი ავტომანქანა გადარჩენა 80%-ია და 50-ზე 70%-ია რომ დასრულდეს ფატალურად და სიჩქარეს მართვა მენეჯმენტი თქვენს ტრანსპორტში არის ყველაზე მთავარი გამოწვევა ამ ქვეყნისთვის და ამიტომ ასეთი ცვლილებები როცა ხანძრდი ხანამცირე თან ჯარიმაზე როცა საუბარია მე მახსოვს როცა პარლამენტში იყო შეხვედრა ადრე ერთმა პარლამენტარმა თქვა თქვენ რასაც გავაზრდო ამიტომ ყველაზე მე ჩამომერთო მართვის მოწმობაზე რატომ მეთქი და მე მერღვევენება რატომ მეთქი და მეჩქარებაოს მართლა ესეთი რაღაც უცნაური ისინი არის რომ ამ სფეროში ვარ და რომ ვინმე ესეთი რაღაც ეთქვა რომ სიჩქარის მენეჯმენტი ხო არ გავაუმჯობესოთ არაფერი არ გავსაბუთოთ მე არ საუბრობ რომ მარტო ჯარიმების შორის მეთქი მე მაგალითად საუბრობ იმაზე რომ აი კვალთა სისტემა რო არის ხო ყველაზე მთავარი პრობლემა ჯარიმაკია ჯარის ამაღლებია აი კამერით როცა ხდება და ჯარიმება უნდა მოხდეს ქულების ჩამორთმევა რომელიც არ ხდება საქართველოს პრაქტიკულად ხო ისა თუმცა თვითონ აი ხალხისგან რამდენისგანაც ხშირად გამიგონია რომ დააჯარიმებენ ამ თავრობისა აუ როგორ არ გაითვალისწინა რაღაც რეალობა ის არის და პოლიტიკოსებიც მერე რაღაც ეგრე უყურებენ. რა ხალხსაც არასწორი მე არ გავაკეთებდი, უნდა იყოს თანმიმდევრული პოლიტიკა. დღეს ერთი ქენი მერე ხვალ შეცვალა, იმიტომ რომ ხალხის მერე მაგაზია, რომ აი რას გამოსწუებენ თუ რაღაც. ეგ ხალხს თვითონ პოლიცია უნდა, მაგრამ არ არის, ანუ არ არის რეალისტურია. ის რომ მაგალითად სიჩქარის გადაჯარება ნორმად მიიჩნეოდეს, ანუ დაიხოცება ხალხი უბრალოდ, რავი, ანუ არ არის ნორმალური საქმე. ანუ სამწუხაროდ არ უნდა გჭირდებოდეს ქვეყანას დიდი ტრაგედიები, რომ დატრიალდეს, რომ რაღაც მზაობა იყოს ამის რაღაც რასაც ცუდია რომ ეკჭირდება და მაგიდან ერთი მაგალითი მომაქვს თუ გახსოვს რამდენიმე წლის წინ გუდაუთში მოხდა ესეთი შემთხვევა როცა სრიალის დროს ბავშვს დაეჯახა და დაიღუპა პოლიცია რომ არის ეხლა ხო იქ სრიალის მაგას და რა მოხდა შეიკრიბა მთავრობა სასწრაფოდ გამოყვეს პოლიციელი ჯგუფი რომელიც ამაზე კონტროლს დააწესებდა პოლიციელები დადიან რამდენი ხდება ხო გუში წინაც მოხდა
მუშაობას და ერთად ხომ იგივე მართვის მოწმობის გაცემაზეც საკითხებია იქ, რომელიც უნდა მოწესრიგდეს. ყველას მართვის მოწმობა აღება არ არის თავად რაღაც გამოცდილება უნდა შეიძინოს ადამიანმა თანდათანობით და სიტყვაზე ახალ დედამწყვეტლებზე რაღაც მონიტორინგის სისტემა უნდა არსებობდეს და არსებობს ესეთი სისტემა, რომ პირველი 2 წელი მას იბიძილებს მართვის მოწმობას, იმას აქვს უფრო მეტი შეშულებები, საერთოდ არ შეიძლება ნასვამი იყოს საღამო საათებში როგორ ატარებს, რამდენი ადამიანი უზის და ეს ყველაფერი იმიტომ არის საჭირო, იმიტომ კი არა შეუძლია რომ ადამიანი მართლა ისწავლოს რეალურ პირობებში და ის რისკების გადაცნობია, რომ იგივე თქვენი ტრანსპორტი რო აღიაროს. საერთოდ არ არის მარტივი მართვა თბილისში. მე მეტად არ მართლა, მაგრამ ჩემი შეყვარებული სკვერდით რო ვზრუნავ ხოლმე, აი ნერვები მაწყდება, აი მანქანაში ჩდომის დროს ყველაზე მეტს ნერვიულობ, იმიტომ რომ ყველა მხრიდან რაღაცები რო არ მოგნეთ ზღული უნდა იყოს ძალიან თავდაჯერებული და ძალიან შვიდად და ყველაფერში გარკვეული, როცა უკვე საჭესთან შედება და მithom ეს დამწყები ვერ იქნება ეგეთი და ამიტომ რაღაც სწავლების ისიც შესაძლოა. თქვენ ასაკეთებთ აი მაგალითად თქვენ უსაფრთხოების კუთხით, აი ასაკეთებთ თქვენ კონკრეტულად თქვენი ორგანიზაციები გააქვთ ტრენინგები, გააქვთ, იმიტომ რომ ესე თქო ტრანსპორტია, ხო? ეს ის მონაწილე ხარ ის მანქანის სულ სხვა, მაგრამ ყველას აქვს თავისი ვალდებულება და პასუხი. თქვენ ასაკეთებთ აი მაგალითად ყველას აქვს თავისი როლი. ჩვენ რაღაც ესეთ დიდ და მასშტაბურ პროექტს და იმას ვერ გავიხსენებ, რომ ამ მიმართულებით გაგვეტარებინოს, თუმცა ისიც არის ყველაფერი რაღაც უფრო რესურსებამდე და იმამდე დადის რაში როგორც ქვეყანას, ასევე კომპანიას თუ ასე შემდეგ რა შეგვიძლია რომ გააკეთო და თან რაღაცას რომ გაამჯობესებ ის მე უკან არ მომიწიოს რომ გადავიდე. აი მაგალითად რომ ვყიდულობ თქვენთან სკუტერს რომ აი რომ 1 საათიანი რაღაც უსაფრთხოების ის რო ჩაუტაროთ ესეთი რაღაც ან რაღაც ონლაინ კურსი იყოს ან რაღაც ეგეთი რო იყოს. ჩვენ მქონდა ერთი ეგეთი პროექტი, ისა გლოვოს კურიერებს ჩაუტარეთ რა ისა ველოსიპედ ვინც მოძრაობდა რა უნდა გაითვალისწინებინათ ქალაქში გადაადგილების დროს განათება რომ უნდა ქონოდათ მოძრაობის მიმართულებით რომ უნდა ევლოს და რაღაც, მაგრამ მარტო ერთ ჯერადად ვითანამშრომლეთ. ხო, ეს ის არის რა ქვია, ზოგადია ახსნა მათ შორის მართვის ის ხდება რომ რა პრობლემები აქვს თუ რაღაც ის მათ შორის არის ესეთი რომ მიდიხარ და უბრალოდ სველზე გადაიარე მანქანაზე სხვანაირად არის და ამაზე სხვანაირად და ამას უხსნით ეს მე რა შეხედაც მქონია და თვითონ ეს პირველი ადამიანი არის და პირველი ტრანსპორტია უხსნით გვაქვს ხოლმე ასევე სკუტერის დღეები, სადაც ვიწვევთ ხოლმე და ვასწავლით სკუტერის ტარებას და გადაადგილებას. თუმცა რაღაც გეგმები და იდეები გვაქვს, რაც გვინდა რომ გავაკეთოთ. თუმცა ცოტა ჩვენი მასშტაბიდან ამ ყველაფერს გაკეთება ძალიან რთულია. აი რაღაც მაგალითად ძალიან მინდა და კარგი იქნება რომ გაკეთდეს ის სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადება ჩაფუტების მოხსნის და როგორ უნდა იმას განხილვა. ეს ხსნიან თუ რამე არ თავისი წესი და ის აქვს ბევრი რაღაცა რაც შეგვიძლია ქვეყანამ რომ გავაკეთოთ და უნდა კეთდებოდეს. აი არ ხდება და სამწუხაროდ რაღაც გადარჩენა ვერ ხდება. მომეწონა ეს იდეა სხვათა შორის პირველად დახმარებაში პირველად დახმარება ოქროს სუთებს ეძახიან მაგას და ეგ იმის გათვალისწინებით რომ ამ ტრანსპორტის რაზეც ვაუბრობ ჩვენ რაოდენობა უკვე 100,000-ზე მეტი იქნება საქართველოში აქტიურად ყოველდღიური ტრანსპორტი ხდება ყველა მიმართულებით და უნებრივია საქართველოს ტრანსპორტის შემთხვევებით ხდება და პირველი წუთები ოქროს წუთებია ყველგან და როგორ უნდა მოხდეს ეს ამას შეგვიძლია რომ დავილაპარაკოთ და რომ გავაკეთოთ სადოდ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია
ველოსიპედისტებისთვისაც, სკუტერებისთვისაც, რომ აი პირველად და თან განსაკუთრებით სასწრაფოს თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ჰქონდეთ ესმობა, რომ რა დააკეთონ, აი უცებ რომ მივლენ მართლა ის რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას შეიძლება დავილაპარაკოთ და ეხლა და ერთი რაღაცის გამახსენდა კიდე რომ ამბობთ აი ხელშეწყობაზე სკუტერების მოტოების ეხლა ეს ბოლო პერიოდი არის მართვის მოწმობისას აღება შეგიძლია მარტო თბილისში და ბათუმში ხალხი რომ მიდის ქუთაისში იმ დღეს იყო რომ ქუთაისში უბრალოდ ბიჭი მივიდა ჩააბარა თეორია და იმაზე რა ქვია მოტოციკლი არ ყავს რომ გადატაროთ სად უნდა გადატაროთ სადაც არ დავეკე ახლო გარშემო ქალაქებში არავისთან არ იყო მე ჩემი მას ვადაგაზდისო როდის ჩამოგიყვანთ არ ვიცი და ჩემი ტრანსპორტით რომ მოვიდე და იმითი გავიარო და ჩავაბარო მე არ შეიძლება და ეგეთი ძალიან ორქალოჩი სისტემა ორქალოჩი ეხლა ზუსტად არ მინდა ვთქვა მარტო მაგრამ ცალსახად ყველა ქალაქში როცა მოგინდება ჩვეულებრივად მანქანები სადაც არის მოტოციკლები იქ არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა აღმოჩნდა შენ იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ყველა რეგიონში ერთი უნდა იყოს ხო დაუშვათ რეგიონების მიხედვით იმიტომ რომ ერთი შეიძლება ის რაღაც გამომართვა იყოს მეორე უნდა იყოს მე ვფიქრობ ზოგადად მაგის ეგ ყოფილა პრაქტიკა რომ აძლევდნენ უფლებას თავისი ტრანსპორტი მიეყვანათ რომ თბილისშიც რაღაც წლების წინ არ იყო რომ სულ იყოს მოტოციკლი მწყობრში როგორც მახსოვს ერთი ყავდა თუ რაღაც ეგეთი თუ გაგუჭდება და ვეღარავდი ეხლა თბილისში არის რამდენიმე სადაც აღარ თქვენი ფედერაცია არის ხო? ალბათ ფედერაციამ უნდა მოითხოვოს ამ საკითხის უარება ხო? ხო არ ვიცი დიდად ფედერაცია ეხლა ბოლოსკენ მივდივარ ხო და ფედერაცია ცალსახად უფრო აქტიური უნდა იყოს და უფრო ეს პრობლემები რაც არის დაგროვილი უნდა ცდილობდეს ამის გამოსწორებას და ეხლა ბოლოსკენ მივდივარ და იმედია ჩვენი მაყურებელი მსმენელი მაყოფილია ხარისხით რომელიც დღეს გაუმჯობეს და აი პირადად შერას ვფიქრობ საქართველოში უნდა იყოს თუ არა პოდკასტი ტრანსპორტზე იცი რომ მომრავალი პოდკასტი არსებობს რაც კარგია მაგრამ ტრანსპორტზე ეს არის პირველი პოდკასტი მართლა სადაც ტრანსპორტს მობილობას შევეხებით ისეთი საკითხია რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია ხო შედას ვფიქრობ ზოგადად ესეთი პოდკასტის აუცილებლობაზე ცალსახად საინტერესოც არის და აუცილებელიც არის როგორც გადაადგილება მგონი მეორე თუ ამბობ უკვე რომ არის ეკონომიკის აუცილებელი ნაწილი და ამ გადაადგილების განაში შეუძლებელია ეკონომიკური აქტივობა ქვეყანაში გაიზარდოს და ყოველდღიურობისაც გართობა გინდათ სამსახურში წასვლა თუ ასე შემდეგ და პლუს უსაფრთხოება ძალიან რთული დიდი კომპლექსური თემაა და ცალსახად საჭირო არის რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ და კარგია რომ წარმოიწყეთ და ძალიან მადლობა და გვესაუბრეთ ჩემთვის ძალიან ბევრი საინტერესო ახალი რაღაც იყო და ვფიქრობ რომ სხვებისთვისაც შეიძლება იქნება მე იმედია რომ მეთქი რამე შევძელი რომ სკუტი და ველო ფედერაცია დავაახლოვე ველო მოყვარულები დავაახლოვე იმიტომ რომ მართლა სხვა პერსპექტივა ითხოვის ამას ხვალიდან და სკუტერები და ველოსიპედები ჩემი და ხო იმიტომ რომ ყველას აქვს თავისი პერსპექტივა თქვენ უყურებთ თქვენი ესე ითქვიან ინგლისურად შურს ანუ თქვენი ქართულად როგორც ფექსაცია თქვენი ტრანსპორტიდან ფილოსოფია და ხო და თქვენ უყურებთ თქვენი ტრანსპორტიდან გადმოსახედიდან ხო მე უყურებ ჩემი ტრანსპორტიდან ხო რას ვიძახით რომ საქართველოში ზუსტად ეს დიალოგი და ეს ზუსტად თანამშრომლობა ხო სხვადასხვა საშუალებით მობილობას შორის ძალიან მნიშვნელოვანია თუ გინდა განვითარება იმიტომ რომ აი ჩვენ რაც აღვნიშნეთ 10 წლის წინ ესე ვიყურებდნენ, ახლა უფრო უკეთ ვიყურებენ. თუ ჩვენ იგივე ავტომანქანის მსხოველებს ხომ აუხსნით,
ვინ ვართ, რა გვინდა, როგორ ჩვენს რო მონაწილე ვარ, ისეთივე უფლებები გვაქვს აზე, როგორც ყველას აქვს, ხო? ყველას აქვს აზე უფლება იაროს უსაფრთხოდ, კომფორტულად და მწვანე და ამიტომ ამ პოდკასტის ზუსტად მიზანი ეს არის, რომ აი ეს მონაწილეები, ინტერესები იყოს დაცული და დღეს უკვე ვასრულებთ სკუტერებზე საუბარს, მოტოციკლებზე, თუმცა ამას ისევ დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ბოლო ნაწილში განსაკუთრებით საინტერესო თემები წამოვიდნენ. კი, ბევრი დიდი თემა არის, რა ქვია, თითოეული შეგვიძლია სარდე განხილვას მოსაწყვეტდეს და შემდეგ დრო თუ გექნება და ის სიამოვნებით დავუბრუნდეთ. სიამოვნებით. მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა. მადლობა თქვენს. ო, კარგად.